გუშინ ღამით დონალდ ტრამპმა ირანის ომის შესახებ თავისი პირველი და შესაძლოა ერთადერთი prime time-ის მიმართვა გააკეთა. მე ამას საკმაოდ ნორმალურად დავახასიათებდი. მაგრამ ეს მალავს იმას, თუ როგორ შექმნა ირანის ომმა სრულიად უცნაური სიტუაცია აშშ-ის შიდა პოლიტიკისთვის. ამიტომ ჩემი დღევანდელი გეგმაა განვიხილო, რას ცდილობდა დონალდ ტრამპი ამ სიტყვით გამოსვლით. შემდეგ შევეხებით ამ არხის ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვან განმეორებად თემას, ისე რომ ვეცდებით წარმოვადგინოთ თანმიმდევრული ნარატივი იმ საერთო პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დავიწყებ იმით, რომ განვიხილავ სამხედრო გაშუქებასა და ომის პოლიტიკურ გაშუქებას შორის არსებულ აცდენას და იმას თუ როგორ აჩრდილავს ეს კიდევ უფრო იმას თუ რას უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული ადამიანები. შემდეგ განვიხილავთ პოლიტიკურ შედეგებს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნებისთვის და იმას თუ როგორ JD Vance-თან დაკავშირებით რაღაც საინტერესოც ხდება. დასასრულს მოგაწვით განახლებას ნატოს მდგომარეობაზე და განვიხილავ თუ როგორ ამბობს ბევრს ის ფაქტი, რომ ტრამპმა სიტყვაში ალიანსზე საერთოდ არაფერი თქვა. კარგი, ჯერ სიტყვით გამოსვლის მოკლე შეჯამება. დონალდ ტრამპის გამოსვლა დაიწყო არტემის 2-ის გაშვების გუნდისთვის ქებით, რომელიც მალე ადამიანებს დედამიწიდან ყველაზე შორს წაიყვანს ვიდრე ოდესმე ყოფილან. ქაოსით სავსე სამყაროში სასიამოვნო იყო გუშინ 1 საათის გატარება და რაიმე სახალისოს ყურება. დიდი ხანი გავიდა. როგორც არ უნდა იყოს, სიტყვით გამოსვამდე უმეტესობა ვარაუდობდა, რომ დონალდ ტრამპი წარმოადგენდა მკაფიო გეგმას თუ როგორ დაასრულოს ირანის ომი. შესაძლოა ნატოს მიმართ გარკვეული პირდაპირი მუხარებით, რომლითაც ბოლო რამდენიმე დღის დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაგვირგვინდებოდა. სინამდვილეში მან თითქმის არც ერთ ამ თემას არ შეეხო. ცხადია, ნატოს ნაწილს მოგვიანებისთვის შევინახავთ. ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ ვარ დარწმუნებული ვინმეს რა სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეეძლო იქიდან. თანგოს ცეკვა ორს სჭირდება და ტრამპს არ შეუძლია შეთანხმების პირობების უკარნახება. უკარხავს ამბო. მით უმეტეს არ შეუძლია იცოდეს, როდის იქნება მიღწეული შეთანხმება, თუ მასთან თანამშრომლობის სურვილი არ ექნება მეორე მხარეს. ამის ნაცვლად გამოსვლა ძირითადად ტრამპის მიერ ომისთვის ზოგადი არგუმენტების წარმოდგენას ეხებოდა. თუ გვერდზე გადავდებთ მსგავს გამოსვლებში ჩვეულებრივად გადაჭარბებულ განცხადებებს, გამოსვლის ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად დამაჯერებელ არგუმენტაციას წარმოადგენდა. ის საფრთხე, რომელსაც ირანი აშშ-სა და მის მოკავშირეებს უქმნის, რა უნდა გაკეთდეს ამ საფრთხის შესამცირებლად და როგორ ამართლებს ის ხარჯები, რასაც აშშ-ო გადაიხდის ამ ამოცანის შესასრულებლად, შესაძლოს არგებელს. შეიძლება ჯერ კიდევ აკლდა აშშ-ის მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სია, მაგრამ ამ მიმართულებით მიდიოდა. მართალია ეს იმ ტიპის სიტყვა, რომელსაც წარსულში პრეზიდენტები ომის დაწყებამდე კვირებით ან თვეებით ადრე წარმოთქვამდნენ, როგორც ჯორჯ ბუშმა გააკეთა ერაყის ომამდე. ეს ის ტიპის სიტყვაა, რომელიც დონალდ ტრამპს უნდა ეთქვა თავის ისტორიულად გრძელ ქვეყნის მდგომარეობის შესახებ გამოსვლაში, რომელიც ირანზე ბომბების ჩამოვარდნამდე მხოლოდ 4 დღით ადრე წარმოთქვა. ამის ნაცვლად მან უფრო მეტი დრო ამერიკის შეერთებული შტატების კაცთა ჰოკეიზე საუბარს დაუთმო. ფაქტობრივად დონალდ ტრამპი ეხლა ცდილობს ჩამორჩენას აინაზღაუროს, რადგან იანვარსა და თებერვალში პოლიტიკური შეცდომები დაუშვა, რამაც ირანთან ომის დაწყება ამერიკის გამოკითხების ისტორიაში ომის დაწყების ყველაზე არაპოპულარულ შემთხვევად აქცია. ეხლა ჩვენს პოლიტიკურად პოლარიზებულ სამყაროში საეჭვოა, რომ დარწმუნების კამპანიას დემოკრატების პირთვის აზრი შეეცვალა. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არსებობს დამოუკიდებელთა დიდი ჯგუფი და ისინი უმეტესად დემოკრატების მხარეს დგანან ომთან დაკავშირებით. თუმცა რაც შეეხება ეხლა აზრების შეცვლას, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში უკვე გვიანია. დემოკრატებს და დამოუკიდებლებს ამ ეტაპზე ომის გამართლების მცდელობით შექმნილი ყოვლისმომცველი ნარატივი ვერ დაარწმუნებს. ასევე მეპარება ეჭვი, რომ ბევრი დემოკრატი აზრს შეიცვლის იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება ომი, თუნდაც ირანის რეჟიმი დაეცეს და მის ადგილას უფრო დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა მოვიდეს. ნიშანდობლივია, რომ სოციალურ მედიაში ირანის მთავრობის განცხადებებს ხშირად როგორც ჭეშმარიტებას ისე იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიდერი ყველა ეპოქაში ჩვენი რას ამბობს და რას აკეთებს გაფრთხილებით უნდა შეფასდეს. შესაძლოა ომის დადებითმა შედეგებმა დამოუკიდებლების აზრზე იმოქმედოს, მაგრამ მაშინაც კი მე არ ველოდები მასიურ ცვლილებებს. ომში ჩართვის წინ თანმიმდევრული ნარატივის არარსებობამ მედიის მიერ ბრძოლის გაშუქებაზე გავლენა მოახდინა, რაც თავის მხრივ ომის წარმართვაზე უარყოფითად აისახა. მანამდე ეს უკვე ვახსენე, ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ირანთან დაკავშირებით მთავარი საკითხები სამხედრო მდგომარეობა და მისი შედეგები კი არა, არამედ ეკონომიკური ეფექტებია, კერძოდ ბენზინის ფასების ცვლილება და საფონდო ბაზრის ვარდნა.
ამან საინტერესო ვითარება შექმნა, სადაც პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი თავიანთ სტრატეგიებს უფრო მეტად ბაზრის რეაქციების მიხედვით აწყობენ, ვიდრე სამხედრო მდგომარეობაზე რეაგირებით, როგორც ეს უფრო სტანდარტულ ომებში ხდება. ამ პოლიტიკის ყველაზე ნათელი შედეგებია სხვადასხვა გამონაკლისი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სხვაგვარად სანქცირებულ ნავთობზე დაუშვა, მათ შორის ირანის ნავთობსაც. ადმინისტრაციის შიგნით არსებული თეორია ასეთია: ომს ვერ გააგრძელებ, თუ ბენზინის ფასები მაღალ დონეზე დარჩება. ამიტომ არსებითად ნებადართულია ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც საბოლოოდ ირანისთვის მეტი ფულის გადაცემას იწვევს. ყველა ეს ფული დიდად არ ნიშნავს არაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ მთავრობა განადგურდება. შემიძლია წარმოვიდგინოს სამყარო, სადაც ეს მუშაობს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძლიერ პოზიციას კიდევ უფრო ძლიერ პოზიციად აქცევს. თუ ომი ცუდად წარიმართება, მაშინ ყველა იმ უცნაური ეკონომიკური პოლიტიკის შემდგომი შედეგები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, მედია სწორედ ამ სიახლეებზე ამახვილებს ყურადღებას. ამიტომ საშუალო ამერიკელი სრულად ვერ აცნობიერებს ომის სამხედრო შედეგებს. და რადგან მსხვერპლი ძალიან ცოტაა, ეს შედეგები ადვილად შეუმჩნეველი რჩება. დიახ, თქვენ მიიღებთ ფრაგმენტებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ომი მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთზე და გრძელვადიანში ჩინეთზე. ასე რომ, საშუალო ამომრჩეველი არ არის გაუთვით ცნობიერებელი. მაგრამ ძირითადი მედია საშუალებების ნაკლებობა, რომლებიც სამხედრო მხარეს აქცევენ ყურადღებას, პრობლემებს ქმნის ჩვენნაირი ადამიანებისთვისაც კი, ვინც უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სურათზეა ორიენტირებული. არ გჭირდებათ ჩემი თქმა, რომ ირანზე გასროლილი ყოველი იარაღი არის იარაღი, რომელიც შემდეგ ვეღარ შეაკავებს ჩინეთს. მაგრამ შენ და მეც უნდა გქონდეს უკეთესი წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენი იარაღი იქნა გამოყენებული, რომ გავიგოთ პრობლემის მასშტაბი და შევაფასოთ რისკები იმ შესაძლო სარგებელთან შედარებით, რაც შეიძლება ირანთან დაკავშირებით წარმოიშვას. მაგალითად, მოდი თომაჰავკს შევხედოთ, რადგან ომის დროს ამ რაკეტების გაშვების უსასრულო კადრები არსებობს. შემიძლია მათზე რამდენიმე მიახლოებითი რიცხვი მოვიყვანო. შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 900 ტომაჰავკი გამოიყენა ერთი თვის განმავლობაში. ეს შეიძლება შეადგენდეს აშთშუისის მარაგის 20%-ს ან მეც. კარგი ამბავი თეთრი სახლისთვის ის არის, რომ ნაკლებად სავარაუდოა შეერთებულმა შტატებმა კიდევ ბევრი ტომაჰავკის გამოყენება დასჭირდეს, რადგან მათზე დაყრდნობა საჭირო არ არის, როცა საჰაერო უპირატესობა გაქვს. შეგიძლიათ გადახვიდეთ JDAM-ებზე, რომლებიც უფრო იაფია. თანაც პენტაგონს პრაქტიკულად უსასრულო მარაგი აქვს მათგან. თუმცა შეერთებული შტატები ყოველწლიურად მხოლოდ 90 ახალი ტომაჰავკს ყიდულობს, თუმცა პენტაგონში მიაჩნიათ, რომ წარმოების მოცულობა შეიძლება წელიწადში 2000-ზე მეტამდე გაიზარდოს ზედმეტი დატვირთვის გარეშე. და ეს არის ძირითადად ყველაფერი, რაც ამაზე შემიძლია გითხრათ. ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნით, მე არც ერთ ამ რიცხვს არ ვენდობი. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი სპეკულაციაა ისეთი ადამიანებისგან, როგორიც მე ვარ, რომლებიც ზოგად სიტუაციაში არიან ინფორმირებულნი, მაგრამ არ აქვთ ცუდომა დახურულ ინფორმაციაზე. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდოდა სანდო ინფორმაცია ამ საკითხზე, დაგჭირდებოდა, რომ მსხვილ მედია საშუალებებს თავიანთი საგამოძიებო რესურსები ამ მიმართულებით გადაეტანათ. და ისინი ამას გარკვეულწილად აკეთებენ კიდეც, რის გამოც შევძელით თქვენთვის ეს მონაცემები მომეწოდებინა. მაგრამ ისინი დიდ რესურსებს არდებენ ამ თემის ამ მხარეზე, რადგან ეს ის მხარე არ არის, რომელიც ამერიკელებს აინტერესებთ. და სამართლიანადაც ხელმისაწვდომობა სერიოზული პრობლემაა და მას ახლა აშკარა გავლენა აქვს ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უბრალოდ შემაშფოთებელია, რომ კრიტიკული ეროვნული უსაფრთხოების საკითხი სათანადოდ არ შუქდება. დიდწილად იმის გამო, თუ როგორ აწარმოებდა ამ ომს ტრამპის ადმინისტრაცია და რას ცდილობდა გუშინდელი პრაიმ-ტაიმის მიმართვა შეცვლას. ამასობაში ომის პოლიტიკური შედეგები ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში გასაოცარია. ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან JD-1C პროგნოზების ბაზარზე ფავორიტად ითვლება 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს ნაკლებად ასახავდა ბაზრის რწმენას, რომ რესპუბლიკელები კარგ მდგომარეობაში იყვნენ 2028 წლისთვის და უფრო მეტად იმას, რომ მან ეფექტურად გამორიცხა სხვა პოტენციური რესპუბლიკელი კანდიდატები. თუნდაც თქვენი პარტიის შანსი არჩევნებში გამარჯვებაზე 50%-ზე ნაკლები იყოს. თქვენი პირადი შანსები შეიძლება კარგი იყოს, თუ თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ პარტიის ნომინაციას მოიპოვებთ. შედეგად JD Vance-ის პრეზიდენტად გახდომის შანსმა პიკს მიაღწია 30.5%-ზე 2025 წლის 30 სექტემბერს. თუმცა 2026 წლის დასაწყისი რთული იყო Vance-ისთვის. კიდევ ერთხელ ეს ნაკლებად ასახავს მას და უფრო მეტად ეხება რესპუბლიკური პარტიის ზოგად მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ ქუჩებზე ყინული თქვენს მაჩვენებლებს დააკლებს. მაგრამ სწორედ ირანთან ომის დაწყებამ გამოიწვია მისი მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა. 27 თებერვალს მისი შანსები იყო 23.1%.
დღევანდელ დღეზე გადავიდეთ და ის აღარ არის ყველაზე სავარაუდო მომავალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების. ეხლა ეს არის გევინ ნიუსომი, რომელიც ვენსს უსწრებს 19.2%-ით, 19.0%-ის წინააღმდეგ. ეს ახლა ორი ეფექტის კომბინაციაა. ერთი ისაა, რომ ბაზარი ზოგადად ფიქრობს რესპუბლიკელებს 2028 წელს რთული ბრძოლა ელით. მეორე კი მზარდი მოლოდინია, რომ რუბიო რესპუბლიკელთა ნომინაციაზე ვენსს შეეცილება. რუბიომ ომი 9.0%-ით დაიწყო და დღეს 11.5%-ზეა, რაც 11 მარტის პიკიდან, 16.8%-დან შემცირებულია. ბოლო 3 კვირის ვარდნა რუბიოს ნაკლებად უკავშირდება და უფრო მეტად რესპუბლიკურ პარტიას ეხება. და ვანსის მაჩვენებლებიც ასახავს იმას, რომ რუბიოს წინააღმდეგ წარმატებული პრაიმერის შემდეგ მას პოლიტიკური დართმა დარჩება, რაც საყოველთაო არჩევნებში დააზარალებს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ადრე აღვნიშნე, რუბიოზე ყურადღება გაამახვილეთ მომდევნო 7 თვის განმავლობაში. თუ 2026 წლის შუალედური არჩევნები დემოკრატების ტალღა იქნება, რუბიოს გადადგომა ზუსტად გეტყვით, რა გეგმები აქვს მას 2028 წლისთვის. ასევე გამოიწვევს დიდ პანიკას ევროპელებში, რომლებიც მასთან მუშაობას ამჯობინებენ ტრამპის ადმინისტრაციის დანარჩენ წევრებთან შედარებით. რაც შეეხება ევროპას, მოდი ნატოს სიტუაციით დავასრულოთ. გახსოვთ, კვირის დასაწყისში საფრანგეთმა და ესპანეთმა დახურეს თავიანთი საჰაერო სივრცეები ამერიკული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც საბოლოოდ სპარსეთის ყურეში მიემართებოდნენ. ამან ადმინისტრაცია აიძულა ემსჯელად თუ როგორ აიძულებს ასეთი პოზიცია შეერთებულ შტატებს გადახედოს თავის როლს ნატოში. ამან თავის მხრივ გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი თავის საღამოს სატელევიზიო მიმართვაში ნატოს მიმართ რაიმე სახის ულტიმატუმს წამოაყენებდა. ამის ნაცვლად მან მოკლედ აღნიშნა, რომ მოკავშირეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ყურედან ნავთობის მიწოდებაზე, მზად უნდა იყვნენ წვლილი შეიტანონ ყურის უსაფრთხოებაში. და ეს იყო თითქმის ყველაფერი. არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ შეერთებული შტატები მომავალ თვეში დატოვებს ბრიუსელს, თუ მოკავშირე ქვეყნები გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ფიქრობ ღირს გადავხედოთ ლოგიკას, თუ რატომ ფიქრობენ ზოგიერთი ადამიანები, რომ საქმე ასე მიდის. პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ბაზირებისა და საჰაერო სივრცის უფლებების გამო ევროპაში, ძირითადად ესპანეთსა და საფრანგეთთან დაკავშირებით. საჯარო სპეკულაციების მიხედვით მისი გამოსავალი ამ პრობლემისთვის არის ნატოდან გასვლა. კარგი, თუ ნატოდან გახვალთ, გამოიცანით, შემდგ რა მოხდება. 20 ევროპული ბაზების კიდევ უფრო მეტი იწყებს გაქრობას. რა თქმა უნდა, არა ყველა. ბევრი ნატოს მოკავშირე მოისურვებდა ორმხრივი ვალდებულებების გაგრძელებას, რათა შეერთებული შტატები ჩართული დარჩენილიყო. მაგრამ ამ ბაზებიდან ზოგიერთი გაქრება. ნატოდან გასვლის მუქარა შესაბამისად პრეზიდენტის პრობლემას არ აგვარებს. ეს მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია შემდგომი დაძაბულობისგან თავისუფალია. აქ კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯია, რომელიც ტრამპს შეუძლია გადადგას. მაგალითად, მან შეიძლება Article 5-ის ლიბერალური ინტერპრეტაცია გამოიყენოს და მხოლოდ სიმბოლური დახმარება გაუწიოს ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების აღსადგენად, იმ შემთხვევაში, თუ ადრე არათანამშრომლობის მქონე მოკავშირეს დაესხმებიან თავს. მეორეს მხრივ ეს მუდმივი საკითხია ესპანეთთან დაკავშირებით და მის ნაკლებ მზად ყოფნასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვაზე ემშეპის 5% დახარჯოს, რასაც ყველა დანარჩენი უკვე დათანხმდა. საკითხი ისაა, რომ ნატოს გარშემო არსებული დაპირისპირებული პოლიტიკა ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან, მაგრამ შეერთებული შტატების გასვლის იდეა თეთრი სახლისთვის უკვე ეფექტური იქნებოდა. და იმ სამყაროში, სადაც შეგიძლია ბევრი მუქარა გამოთქვა ისე, რომ ამისთვის პირდაპირი ხარჯები არ დაგეკისროს, ეს უნდა გახსოვდეს შემდეგ ჯერზე, როცა თეთრი სახლი ამ შესაძლებლობას წამოწევს. მაშ, რა არის ჩვენი მთავარი დასკვნები დღევანდელი დღისთვის? დონალდ ტრამპის გუშინდელი პრაიმ ტაიმის მიმართვა იყო ის სიტყვა, რომელიც მას 2 თვის წინ უნდა ეთქვა. ომის ეკონომიკური ფოკუსი ამახინჯებს როგორც საერთო სტრატეგიას, ასევე ჩვენს შესაძლებლობას გავიგოთ მისი ნამდვილი გეოპოლიტიკური ხარჯები. ამ მომენტში მე არ მინდოდა JD Vance-ის ადგილას ყოფნა. და მიუხედავად არსებული განხეთქილებისა, ნატოდან გასვლა თეთრი სახლისთვის მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის. კარგი, დროა ჩემს ძალთან ერთად ძალიან გრძელი სეირნობა გავაკეთო. შემიძლია გირჩიოთ, თქვენც იგივე გააკეთოთ. ჩემს მეორე არხზე მაქვს რამდენიმე გრძელი ვიდეო, რომლებიც შეგიძლიათ მოусმინოთ სეირნობისას. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. მოიფრთხილეთ